ტროლების ქარხანა და კონტროლირებული მედია ღარიბაშვილის ქებიდან მის ლანძღვამდე. ერთდროს ღარიბაშვილის დეზინფორმაციული დასაყრდენი ახლა მის წინააღმდეგ ამუშავდა. სქემა ასეთია: ყალბი ანგარიშებით ყოფილი პრემიერისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ უარყოფით ტექსტებს წერენ, შემდეგ კი ამ სტატუსებსა და კომენტარებს ქართული ოცნების პროპაგანდისტული სააგენტოები თუ არხები ეყრდნობიან და აქვეყნებენ. როგორ შემოუტრიალდა ყოფილ პრემიერს მეთოდი, რომელსაც მისი თანამდებობაზე ყოფნის დროსაც სხვების წინააღმდეგ იყენებდნენ. პლატფორმა მითების დეტექტორმა პატიმარ ღარიბაშვილის გარშემო წამოწყებული კამპანია გამოიკვლია, გზავნილები, რომლის საზოგადოებამდე მიტანა ივანიშვილის რეჟიმს მოლაპარაკეთავებით დაევალა და ტექსტები, რომლის გავრცელებაც ყალბი ანგარიშებით გადაწყვიტეს. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. ოცნების ორგზის პრემიერი და ერთდროს სამთავრობო მედიებისთვის სასურველი რესპონდენტი დაკავების შემდეგ ტროლების სამიზნე ამავე მედიების მხრიდან გახდა. მითების დეტექტორმა დაადგინა, რომ მას შემდეგ, რაც ყოფილ პრემიერს საპროცესო შეთანხმებით 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა, სამთავრობო მედიებსა და სააგენტოებში აქტიურად ვრცელდება ექს-პრემიერის ნათესავების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები. პოსტების ავტორი ვინმე ექიმი ნათია თოფურია, რომელიც ფეიქ ანგარიშით სარგებლობს და იდენტიფიცირებისთვის სხვების ფოტოებს იყენებს. ღარიბაშვილს კი კორუმპირებულად და მოღალატედ მოიხსენიებს. ღარიბაშვილის ნათესავებს მიმართავ ცოლის ძმას, ცოლის დას და ასე შემდეგ, რომ გამომდგარ ხართ და წერთ ბრტყელ სიტყვებს, გულის ამაჩუყებელ დითირ ამბებს, რომ ირაკლი ასეთი ბიჭია და თქვენ არ იცით ყველაფერი, რა არ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით, რომ კორუფციაში ხრჩობოდა და დანაშაული აღიარა. კიდე მადლობა უნდა თქვას, რომ 5 წელი აკმარეს. ნათია თოფურიას ანგარიში ჯერ კიდევ 2024 წლის 27 თებერვალს შეიქმნა. მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები პროევროპული მომავლის დასაცავად ქუჩებში გამოვიდნენ და ივანიშვილის რეჟიმის მმართველობას აპროტესტებდნენ. ამ ანგარიშის მთავარი საქმიანობა კი პროტესტის, ოპოზიციის და მესამე სექტორის დისკრედიტაცია იყო. ფეიქ ანგარიშის პროპაგანდისტულ პოსტებს კი აქტიურად აზიარებს და ასპონსორებს სამთავრობო პოსტივი. მათ შორის იყო მათე დევიძის საწინააღმდეგო Facebook კამპანიაც. თუ ადრე მხოლოდ ტროლინგით იყო დაკავებული ეს ანგარიში, სავარაუდოდ ეხლა უჭირთ საკუთარი გუნდის წევრის კორუფციაზე, რეალური ადამიანების მოძიებას. ღარიბაშვილის პერიოდი იყო სწორედ, როდესაც Facebook-მა პრემიერის სტრატკომთან დაკავშირებული არაერთი ყალბი ანგარიში წაშალა და ჩვენი გამოძიებაც ადასტურებდა იმას, რომ ერთ-ერთი ანგარიში სწორედ პრემიერის სტრატკომის პოსტებს აზიარებდა, გარდა იმისა, რომ ყალბი ინფორმაციასაც ავრცელებდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ფოტოები, რომელსაც ტროლის განცხადების გავრცელებისას სამთავრობო მედიები იყენებენ, ნათია დვალსა და ქსენია კოვალენკოს ეკუთვნით ფორმულა დაუკავშირდა ნათია დვალს, რომელსაც მითების დეტექტორის ანგარიშის გამოქვეყნებამდე არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ მის ფოტოებს ვინმე პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ის სამთავრობო მედიებს სრულ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ყალბი ეკაუნთების მფლობელების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურებიც დაიწყოს. სავარაუდოდ იქიდან გამომდინარე, რომ ეს კონტაქტი არის რუსეთის სოციალური ქსელი, სადაც მე სურათი მაქვს დადებული 2010 წლის დეკემბერში, ანუ ძალიან დიდი ხნის წინ. სავარაუდოდ ეგონათ, რომ ვერავინ ვერ იპოვიდა, ან არ დააკავშირებდნენ და ალბათ ამიტომ აიღეს ჩემი სურათი. როდესაც მედია ნებისმიერი სახის აქვეყნებს ინფორმაციას ვიღაცა მესამე პირის თქმით და ისიც რო არ არის გადამოწმებული ეს მესამე პირი არსებობს თუ არ არსებობს, ან ვინ არის, ნუ ეს ჩემი აზრით დაუშვებელია. მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილმა დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია აღიარა, ქართული ოცნების წევრებს ერთდროს ავტორიტეტული პრემიერის მისამართით საქებარი სიტყვები აღარ ემეტებათ. ტრაგედიად მიიჩნევენ ღარიბაშვილის დაკავებას, თუმცა ამას სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპითა და კორუფციასთან ბრძოლით ფუთავენ. ჩვენს მიერ დასმულ კითხვას რას ემსახურება ის, რომ მათივე მედიები ღარიბაშვილის ნათესავებს ტროლების მეშვეობით მიმართავენ, ჭორაობას უწოდებენ. ჭორიკნობა კითხვაში გადაზარდეთ, კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებით რაღაც უკეთეს მოიგონეთ და შემდგომ გაგცემთ ამაზე პასუხს. არ მინახავს და გინდაც მენახა ეს რას ამტკიცებს. გიჩემს და ტროლები
არა, რას ამტკიცებს ფაქტი. მეტი რაღა გაშავება უნდა კაცი ციხეშია. ტროლი იტყვის თუ ვიღაცა რეალური ადამიანი რო ადამიანი ციხეშია, რა მნიშვნელობა აქვს? ოპოზიცია თანხმდება, რომ ოცნებას საკუთარ რიგებში მათივე ორგზის პრემიერის მიმართ ისეთი რესპონდენტების მოძიება უჭირს, რომლებიც უკან წაიღებენ საკუთარ სიტყვებს და ერთდროს საქებარ პრემიერს კორუმპირებულს უწოდებენ. ტროლების გამოყენება კი მათთვის ნაცადი პრაქტიკაა, რომელსაც პროპაგანდისტული მედიები ოცნების მხარდამჭერების აზრის ფორმირებისთვის მიმართავენ. ეს არ არის მარტო ტროლ ბოტები და რაღაც fake account-ები, ესენი არიან ადამიანები ამ fake account-ების უკან, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ამდაგვარად უკვე ამის გაკეთების უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, რომ ამდაგვარად რაღაც fake პიროვნებები გამოგვიყვანონ როგორც პროპაგანდის სპიკერები. რუსული მეთოდი სწორედ აი ამ მყალბი პროპაგანდისა სიცრუის გავრცელების ეყრდნობა სწორედ ამ ტროლ ბოტებს და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები და შესაბამისი რეაგირება. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ჯანსაღად აქვს აღქმული ვითარება. ხარიბაშვილი ახლა იმ პროპაგანდის სამიზნე გახდა, რაზეც მასთან დაკავშირებული გვერდები წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ. ჯერ კიდევ მისი პრემიერობის დროს Facebook-მა 80 არაავთენტური ანგარიში წაშალა, რომელიც მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან იყო დაკავშირებული. მითების დეტექტორმა კი დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართული 22 Facebook გვერდი გამოავლინა.